შეიძლება ითქვას, რომ შეწყალებულთა სიაში მოხვედრის ალბათობას იმ პატიმრებისას უშვებს ქართული ოცნება, ვინც მაგალითად რაიმეს მოიმნანიებს და რაიმესთან დაკავშირებით იტყვის, რომ დანაშაული ჩაიდინა, იმიტომ რომ დღეს ქართული ოცნების დეპუტატები სწორედ ამას ამბობენ, შეწყალებასაც გააჩნია და შესაწყალებელ ადამიანებსაც გააჩნია, თუ ამბობდნენ ქართული ოცნების წევრები, ვინაიდან მათი თქმით, თუ კი ვინმეს არ გააჩნია რაიმეს სინანული, ეს არის ქართული ოცნების მესიჯი, მაშინ შეწყალებაც არ უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ მესიჯებს აჟღერებენ დღეს პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრები. თუმცა ჩვენი ინფორმაციით პარტიაში გუნდის შიგნით განხილვა უკვე იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინ უნდა მოხვდეს შესაწყალებელი პარტიების სიაში და ქართულმა ოცნებამ გუნდის შიგნით უკვე იმსჯელა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა და ჩვენთან საუბარში ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით და მისი აზრით ახლა უკვე მეორე ეტაპი არის ის, რომ კონსულტაცია უკვე უნდა გამართოს გუნდმა მიხეილ ყაველაშვილთან და თავის მხრივ ვოლსკი ფიქრობს, რომ ყაველაშვილმაც კონსულტაცია უნდა გამართოს მათ შორის ქართულ ოცნებასთან და ქართული ოცნების წევრებთან და საბოლოო გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით უკვე ამის შემდეგ უნდა გააკეთოს. მართალია ოცნების წევრებმა არ იციან ვის შეიყვანს ჯერჯერობით მიხეილ ყაველაშვილის შეწყალებულთა სიაში, თუმცა ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ შეწყალება შეიძლება დაუშვათ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი ჩათვლიან, რომ ვინმემ საკუთარი დანაშაული მოინანია. თუ კი ვიმსჯელებთ გარკვეული თემებით, ემოციებით, თქვათ, რაღაც სწავლებებით, განსაკუთრებია მოწყალება არის სწორედ ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველოს და ამას არ უარყოფს და არანაირ წუხილს ამასთან დაკავშირებით არ განიცდის, განსაკუთრებია ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია შეწყალებას ლაპარაკი. რაღაცა ჭორაობას გავს ეს განსაკუთრებია ყაველაშვილი საბოლოო გადაწყვეტილება საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება ყველა მიმართულებით. ესე მგონია, რომ ამ კონსულტაციების გარეშე არ უნდა იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ ჰუმანიტარული, ასე ვთქვათ, მიზნებით შეწყალების აქტი გამოსცეს. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე. ოპოზიციას გარდა პოლიტიკური ჭორაობისა, აი როგორც ვისმენთ ხოლმე, ხო? რაღაცა ყავაზე ნამკითხავების გრძელ ისტორიებს. სხვა, რა თქმა უნდა, აზრი არც გააჩნია. ნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიხეილ ყაველაშვილი, ვინაიდან ბოლოს ტევ1-ის მიერ დასმულ კითხვაზე აპირებს თუ არა ყაველაშვილი, რომ შეიწყალოს აქციების დროს დაკავებული ადამიანები. ყაველაშვილს ჰქონდა მოკლე პასუხი, რომ უნდა დავლოდებოდით უახლოეს დღესასწაულს, რელიგიურ დღესასწაულს, რომლის დროსაც პრეზიდენტი გამოსცემს ხოლმე შეწყალების აქტს. ჩვენი ინფორმაციით ეს ციები უკვე ფაქტობრივად მზად არის, დარჩენილი არის საბოლოო კონსულტაციები, როგორც ქართულ ოცნებაში გვითხრეს, მათ შორის მიხეილ ყაველაშვილმა ახლა უკვე კონსულტაცია უნდა გაიაროს ქართულ ოცნებასთან და როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც პრეზიდენტი მხოლოდ თავის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და კონსულტაციებს გაივლის ქართულ ოცნებასთან ერთად და ერთობლივად მიიღება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ამ შეწყალებულთა სიებში იქნებიან თუ არა სინდისის პატიმრები და ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წლებში აქციებზე და პროტესტზე დგომის გამო არიან ციხეში.